მახსენდება ხოლმე ეს საოცარი წალკოტი მხარე, საოცარი მიწა-წყალია აფხაზეთი, საოცარი ადამიანები ცხოვრობენ იქ. და რა განცდა მქონია რამდენი რომ აფხაზეთთან დაკავშირებით თუ ჩავდიოდით, სხვაგან ვიყავით. აფხაზეთი ყოველთვის იყო ტკივილი თქვენ წარმოედგინეთ, იმიტომ რომ ხედავდით რომ წერი არ ისვენებდა და ამან საჩინელ დღეს ჩაგვაგდოდა. მე ერთი რაღაც გამახსენდა რამოდენიმე წლის უკან. თუ გახსოვს დიდი ამბავი ატყდა რა გინდოდა თუ კრემლის საკონცერტო დარბაზშიო. იქ მეუნება შესვენებისას კაბელდინერი ვიღაცები გელოდებიან თქვენო დავლათო კითხულობენ რომ ჯემალი გვინდაო თუ შეიძლება მოვიდა. მე დაინტერესდი ახლა და მივხვდი რაღაც გულმა მიგზნო რომ ვიღაცას არ უნდა რომ დაენახოს ყველას. ჩავედი და რამდენი იყვნენ 5 იყვნენ 6 აფხაზები. თხოვეს მე რომ არ თქვა თუ არ დაგვასახელოდო. ჩავეხუტეთ ჯერ ერთმანეთს. და სიტყვის დაძრა ვერ მოახერხეთ. ვერც იმათქარეთ, ვერც მე. და ბოლოს ყველას ერთად წამოგვივიდა ცრემლები რა. მე ამას რა დამავიწყებს და ახლაც გულის ტკივილით ვიხსენებ რომ ეს იყო აი ვაშკაცი ხალხის ცრემლიანი სახეები. რომელმაც იცოდნენ ვინ დაკარგეს და რა დაკარგეს და ერთი-ორი უცნობიც იყო, არ ვიცნობდი, მაგრამ იცოდნენ ახლა ნუ ერისიონი იციან. მკითხეს არ ჩახვალთ აფხაზეთშიო თქვენ არ ჩაიდანთო ჩვენო ტოლილები ვართ აქეთ ვარ რუსეთში ცხოვრობთ და სხვა მხარეს და ახლა ჩამოვედით გვენახა ერისიონი. აფხაზურიო ჩვენ ასეთი ლამაზი აფხაზური არ გქონია არ დაგვიდავს თქვენ რომ გაგვთო შესანიშნავი და მე ვთხარი მე იქ მანამ არ ჩავალ სანამ ერთად არ ჩავალთ თქვენ ვთხარ ჩვენს ერთად არა ჩვენო გიჩავდივართ და არა მე ვთხარ ტრიუმფით ჩავალთ ეს სურვილია ჯერჯერობით მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ამის აგვისრულდება განსაკუთრებული პატივისცემა იწვევს სტუმრის. ეს აყვანილია რიტუალის დონეზე. რამდენი ჩავიდოდით, ესე იგი, კაცკეპილი აფხაზები და მიქაური ქართველები პატიჟებდნენ რესტორანში თუ სახლებში, ოჯახებში და იყო სიამტკბილობა, ამას რა დამავიწყებს, რომელიც ჯერჯერობით გადაგვედო რამოდენიმე ხნით, მაგრამ აუცილებლად ჩვენ მივალ და ვიქნებით ერთად. მეშინია რომ ახლა ცრემლები არ წავსკდეს რა. იმ მეგობრებზე, იმ ადამიანებზე, რომელსაც ძალიან უნდათ ჩვენთან ურთიერთობა, ბევრი რამე საერთო გვაქვს და ბევრი ოჯახები გვაქვს საერთო. აფხაზეთიდან ჩამოდიან აქ ადამიანები, კურნალობენ, ნათესავებიდან ჩამოდიან და ამბობენ არა თქვათ, რომ აქ ვიყავით. ეს რომ ხელა ტკივილია. ძველი რა გითხრათ, გარდა სიკეთის არაფერი არ მახსოვს. დებია იყო ასეთი გვარის კაცი, ცეკვის ანსამბლის დირექტორი. ხვდებოდნენ, ყოველთვის მოდიოდნენ თაიგულებით და ყოველთვის მოსწონდათ ჩვენი შემოქმედება. მე კერძოდ ამ წუთში ლაპარაკობ ერისიონზე. ესეთი შემთხვევაც იყო, რომ როგორ მინდა ერთმა აფხაზმა მითხრა რომ როგორ მინდა ვიცეკოთო და ვაცეკოთ ჩვენის მეორე დღეს ჩვენ ანსამბლში, სოხუმში. მაშინ უკვე ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია, ეს იყო მას მერე რაც 9 აპრილი მოხდა. შეხვედრა იყო ყოველთვის არაჩვეულებრივი რა. როგორც წესი, ქართული ფოლკლორი და აფხაზური აუცილებლად სიმღერას და ცეკვას. ერთი რომელიმე ნომერი ჰქონდა, უეჭველად ჰქონდა. და ყოველთვის ამას გვეუბნებოდნენ რა. თქვენ ჩვენზე როგორ სადღერი ხართ აფხაზურსო. ნუ შეიძლება ეს იყო სტუმრის პატივისცემა, მაგრამ მე გეტყვით თქვენ რომ როცა ლაპარაკობდნენ მაგალითად ჩვენ აფხაზური ცეკვაზე, დადგმაზე და სიმღერაზე ნამდვილად გულწრფელები იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგი დადგმაა და ძალიან შეიყვარა ყველა.
ხანდახან მოდი ვიღაც ჩtildeო კავკასიაში იქეთ მოდიან აფხაზები ყოველთვის მივითხებიან ხო გაქვს აფხაზური სიმღერა აფხაზური სიმღერა ყოველთვის როცა გქონდეს მაინც იმათ ხათისთვის ამას გავაკეთებთ აფხაზებო დაუგვირდით თქვენ არსად ისე ვერ იქნებით ისეთი ბედნიერი როგორც საქართველოში ულამაზესი თქვენი ტრადიციები გაქვთ მაგრამ ეს ჩვენთან ერთად შეიძლება თქვენ იყოთ სრულყოფილები ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი არ ავყავს ერთად გავგიმარჯვოთ ჩვენ და ერთად ვიქნებით მეჯერბერმა მაგრამ ეცადოთ რა შეიძლება ჩქარა მეც მინდა მას მოვესწრო და ეჯერბერმა მოვესწრები ძმებო ვიყვაწოთ ერთად და დაუბრუნდეთ ერთმანეთს ესაა ჩემი სათქმელი Go,